პოლემიკაში იბადება ჯანსაღი აზრი, მყარი პოზიცია და სიმართლე. ცოტნე ივანიშვილის სიტყვებია, რომელმაც ქართული ოცნების ახალგაზრდულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ საზოგადოებაში არსებობს ყალბის სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ ცუდად არის განწყობილი. მან ორგანიზაციის ბორდის წევრებისგან მოისმინა, როგორ ხედავენ ახალგაზრდული კონფერენციების სამომავლო ფორმატს. დღეს რიგით მე-7 კონფერენცია რუსთავში ჩატარდა. არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და არაერთი შეკითხვა დაისვა. კონფერენციას რატი მეტრეველი ესწრებოდა. ქართული ოცნების რიგით მე-7 რეგიონული კონფერენცია დასრულებულია. ქვემო ქართლის ახალგაზრდებთან დღეს ქართული ოცნების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი მიმოიხილა, დაისვა შეკითხვები, გაეცა პასუხები. ვიდრე უშუალო თემებზე გადავალთ, მნიშვნელოვანი აღინიშნოს ამ ინიციატივის შინაარსი და მნიშვნელობა, რომ ქვეყანაში არსებობდეს სივრცე, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ კონსტრუქციულად გაცვალონ ერთმანეთში საკუთარი ხედვები, იმსჯელონ ამა თუ იმ საკითხზე პოლიტიკური გემოვნებისა და შეხედულებების მიუხედავად და სწორედ ამ ყველაფერზე გაამახვილა ყურადღება დღეს აქ მოსულმა ცოტნე ივანიშვილმა. ის დღეს შეხვედრას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა თანატოლების მსგავსად და მანაც ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციას დაუსვა შეკითხვა. ის დაინტერესდა, მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი არსებობდეს ისეთი ფორმატი, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საგნობრივ დისკუსიას და მსჯელობას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, იმის მიუხედავად ემთხვევა თუ არა მათი ხედვები ერთმანეთს და სწორედ ამას შეეხება და მისი შეკითხვაც აპირებს თუ არა ქართული ოცნების ორგანიზაცია, ახალგაზრდული ორგანიზაცია განაგრძოს ამგვარი შეხვედრები მას შემდეგ, რაც ამოიწურება ჯამურად დაგეგმილი 10 რეგიონული შეხვედრა. ცოტნე ივანიშვილი დაინტერესდა, იქნება თუ არა ახალგაზრდებისთვის ამგვარი სივრცე ხელმისაწვდომი მომავალშიც. ყველანი მარტივად შევთანხმდებით იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს საქართველოში არსებობს ყალბი დოგმა თუ ყალბი სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ახალგაზრდობის უმეტესობა არის ქართული ოცნების მიმართ ძალიან ცუდად განწყობილი. მე პირადად მაგალითად მეგობრებიც მყავს, რომლებთანაც შეიძლება რადიკალურად განსხვავებული პოზიცია მქონდეს ბევრ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველთვის მიხარია მათთან კამათი, მათთან საუბარი. მანამდეც აღვნიშნე და გავიმეორებ ახლაც, რომ ჩემი აზრით თუ ორ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად მართლა უყვარს თავისი საკუთარი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია რომ იმსჯელოს კამათოს და ამ პოლემიკაში თავისთავად იბადება ჯანსაღი აზრი, იბადება მყარი პოზიცია და იბადება სიმართლე, რაც თავარი არის. აქედან გამომდინარე მე რა შეკითხვა მაქვს თქვენთან, რომ ჩემი აზრით ამ ფორმატმა გვაჩვენა, გააკეთა იმის დემონსტრაცია, რომ დიალოგი მართლა შეიძლება შედგეს ახალგაზრდების შორის და მე მაინტერესებს როგორ ხედავთ ამ ფორმატის უფრო გრძელვადიან დაკანონებას. თუ ფიქრობთ, რომ აპირებთ მართლაც ამის გაგრძელებას, როგორ ხედავთ უფრო მუდმივ, უფრო გრძელვადიან ფორმას იმის, რომ დიალოგი დაკანონდეს ახალგაზრდების შორის და აღვმობხრათ ეს ხელოვნურად შექმნილი პოლარიზაცია ჩვენ ქვეყანაში. თუ შევხედავთ სიტუაციას ქვეყანაში, როგორი მდგომარეობაა, მიზანმიმართულად ხდება ზუსტად ამაზეც პროპაგანდა, რომ თითქოს ქართულ ოცნებას ახალგაზრდები არ უჭერენ მხარს და სხვა მიმართულებით არიან ახალგაზრდები და სხვა რამ სურთ და სხვანაირად ხედავენ ქვეყნის განვითარებას. ასეთი ფაქტი შეგვიძლია გავიხსენოთ უამრავი და კონკრეტულად ამ შემთხვევაში მოვიყვანდი მაგალითად მე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, რომელიც ის ძალიან დიდი ხანი, ბევრი წლის წინ დაწყებულ ქველმოქმედებას ახორციელებდა ქვეყანაში. დღეს სამწუხაროდ გამოდიან ადამიანები და ამაზეც მტრულად საუბრობენ. აი მე პირადად ჩემ მაგალითზე მოგიყვანთ, მაგალითად და სპორტსმენების მაგალითზე მოგიყვანთ, როდესაც ქვეყანაში იყო გაჭირვება, უშუქობა, უდენობა და ასე შემდეგ, ეს ადამიანი სპორტის სფეროს აბსოლუტურად უანგაროდ უწევდა დახმარებას, ასევე კულტურის სფეროს და უამრავი 3 მილიარდზე მეტი ქველმოქმედება გაკეთებული და ადამიანზე იძახიან, რომ ქვეყნისთვის კარგი არ უნდა. ასეა ზუსტად სხვადასხვა ნებისმიერ თემაზე, რომელიც ქვეყნისთვის კარგის მომტანია, სამწუხაროდ კონკრეტულად იმ თემაზე არის აპელირება, იმ თემაზე იძახიან, რომ არ ვარგა, ცუდია, მტრულია და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველამ აბსოლუტურად ნებისმიერ კრიტიკაზე ან ნებისმიერ მცდარ ინფორმაციაზე, თუნდაც სწორი იყოს ინფორმაცია, მაინც ჯობია რომ ყოველთვის გადავამოწმოთ და რეალობიდან გამოვიდეთ. რაც შეეხება უშუალოდ იმ შეკითხვას თუ როგორ ფიქრობთ ამ ყველაფრის გაგრძელებას, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, როდესაც შემოვივლით მთლიანად საქართველოს, დასკვნითი ღონისძიება გვექნება თბილისში და უკვე QR კოდის საშუალებით ძალიან ბევრი ადამიანია დარეგისტრირებული, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერი
საშუალებით გავაგრძელოთ კომუნიკაცია, ეს იქნება სატელევიზიო ფორმატი, ეს იქნება პირადი შეხვედრები, ეს იქნება ისევ რეგიონებში დაბრუნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენი აქტიურობა, ჩვენი ჩართულობა, ჩვენი ეს კომუნიკაცია და საუბარი აუცილებლად გამოიღებს შედეგს. გაღრმავებული პოლარიზაცია ახალგაზრდებში იყო დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა. დღეს აქ მოსულმა არაერთმა სტუმარმა დასვა ამ თემის ირგვლივ შეკითხვა, ასევე საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის პროცესსაც, იმ გამოწვევებს, რომლებსაც ამ გზაზე აწყდება ჩვენი ქვეყანა, მათ შორის ხშირად უსამართლო მიდგომებს, რომლებსაც ხვდება ჩვენი ქვეყანა, დასაქმება ახალგაზრდული სივრცეები, სპორტული სივრცეები არის ის თემები, რომლებიც ისე როგორც სხვა რეგიონებში, ქვემო ქართლის რეგიონშიც აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის აქტუალური. ასევე საუბარი შეეხო შშმ პირებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გარემოს ინტეგრაციას რეგიონებში და ასევე ყოფილი მსჯავრდებულების რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას საზოგადოებაში. ეს არის ის თემები, რომლებზეც არაერთი შეკითხვა დაისვა დღევანდელ შეხვედრაზე და გარდა შეკითხვების დასმისა მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი პოზიციები და შეხედულებებიც გაუზიარეს. დასაქმებაზე ვფიქრობ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, ვინაიდან ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონში. აქედან გამომდინარე, მინდა თქვენგან მეტი მოვისმინოთ, როგორ გესახებათ ამ პრობლემის მოგვარების გზა. ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ ჩვენი ახალგაზრდობა დარჩეს ჩვენს ქვეყანაში სამუშაოდ და მათი რესურსი გამოიყენონ ჩვენი ქვეყნისთვის. სახელმწიფო სექტორში სტაჟირება, განათლების პროგრამა, კერძო სექტორის პროგრამები, ტურისტული მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის კარგი ეკონომიკური გარემოს ქონა და ასევე კარგი საინვესტიციო გარემო, რადგანაც როგორც ხედავთ, ჩვენი ქვეყანა ძალიან მიმზიდველი არის უცხოელი ინვესტორებისთვის, რაც ბუნებრივია, რომ ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრს ქმნის ჩვენს ქვეყანაში და რაც შეიძლება მეტი ობიექტის გახსნით და რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტიციით, ბუნებრივია, რომ ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი დასასაქმებელი ადგილები შეიქმნება ჩვენი მოქალაქეებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ევროპული ბიუროკრატია არ შეიცვლის პოზიციას და საქართველოსთვის არ გაიხსნება ზემოთხსენებული მოლაპარაკებები, როგორი უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოს სამომავლო პოლიტიკური სტრატეგია და პოზიცია ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. საქართველო არის იმ ღირებულებების თანაზიარი და პარალელურად თანაშემოქმედით, რომელთაც ევროპა ძალიან ამაყობს. საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის არ არის უცხო ადამიანის უფლებები, არ არის უცხო ტოლერანტობა, არ არის უცხო განათლება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამას მრავალი ისტორიული დოკუმენტი ადასტურებს საქართველოს ისტორიიდან. მეორე, შესაბამისად, აქედან გამომდინარე სწორედ, ვერც ერთი ევროპელი ბიუროკრატი ვერ შეცვლის იმას, რაც საქართველოსთვის ბუნებრივი მდგომარეობა. საქართველო და ქართველი ხალხი ბუნებრივად ვართ ევროპელები და შესაბამისად ეს ღირებულებები დროთა განმავლობაში არ შეცვლილა. პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის გაცხადებული ხაზგასმითი განცხადებები არის ის, რომ როდესაც ევროკავშირი მზად იქნება საქართველოსთან გახსნას მოლაპარაკებები, იმ დღესვე, იმ წამსვე ქართული სახელმწიფო გუნდი ამას რა თქმა უნდა სიხარულით შეხვდება და ხელს მოაწერს ამ ხელშეკრულებას. შესაბამისად, ის რომ საქართველოს მიმართ რაღაცები უსამართლოდ ხდება, უკვე წარსულია, ნელ-ნელა გადაიტვირთება ურთიერთობები. რამ განაპირობა განათლების სისტემაში ასეთი მასშტაბური რეფორმა, რა პრობლემის მოგვარებას ემსახურება და კონკრეტულად ჩვენ ახალგაზრდებს რას მოგვიტანს ეს ყოველივე. ახალგაზრდებს აღარ მოუწევთ, რომ დატოვონ თავიანთი რეგიონები. ამ მიმართულებით უნდა გაძლიერდეს როგორც საუნივერსიტეტო კერად ქუთაისი, თბილისი და მათ შორის რუსთავს უნდა გაუჩნდეს ახალი შესაძლებლობები. რეფორმის ფარგლებში დაიწყება ახალი კვლევები, განვითარდება მეცნიერება და საქართველოს გაუჩნდება მეტი შესაძლებლობა. შედგება სრულიად ახალი ტიპის სახელმძღვანელოები, რომლებშიც ჩაშენებული იქნება პრაქტიკული ნაწილი. ჩვენ გვექნება შესაბამისი შესაძლებლობა, რომ 3 წელში შევიდეთ უკვე შრომის ბაზარზე. მათ შორის მაგისტრატურა. ის მიმართულება, რომელიც აკმაყოფილებს 1 წელს, გახდება 1 წლიანი და 4 წელში ფაქტობრივად ჩვენ გვექნება მაგისტრის ხარისხი. მოკლედ მე ვიყავი მინდობით აღზრდაში ვიზრდებოდი ბებიას ან რა დროსაც მე მოხვდი საჟელახსრულების პენიტენციურ დაწესებულებაში. საიდან განთავისუფლების შემდგომაც მალევე ბებია გარდაიცვალა და დაურჩი მარტო. ბევრ მავნეჩვევას ესე რომ თქვა დავანებე თავი ნარკოტიკს, ალკოჰოლს, მათ შორის სიგარეტსაც, მონტომების მიუხედავად ნასამართლეობის გამო, პირობითი მსჯავრების გამო მეუბნებოდნენ უარს. ნასამართლეობა არ უნდა უშლდეს არც პირობითი მსჯავრი ახალგაზრდა ადამიანს დასაქმებაში. ავიღე სერტიფიკატი, ავიღე ატესტატი, დღესდღეობით თუ არ ჩემი საქმის კარგი შემსრულებელი. მინდა გავამახვილო ყურადღება იმ ახალგაზრდებზე,
რომლებიც ტოვებენ ბავშვთა სახლებს, მაინტერესებს რას ფიქრობს სახელმწიფო ამ ახალგაზრდების განვითარებაზე, ბინით უზრუნველყოფაზე, დასაქმებაზე თუ განათლებაზე. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენ ქვეყანაში არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად რაღაც ეტაპზე კარგავენ ყველაფერს და მერე ყველაფრის შეძენას მარტო თვითონ ცდილობენ და თქვენ ხართ ამის ნათელი მაგალითი. რა თქმა უნდა, სამუშაო არის ძალიან ბევრი, არც ერთი ადამიანი, არც ერთი ჩვენი ქვეყნის შვილი არ არის დასაკარგი პირიქით მაქსიმალურად ყველამ თითოეულმა ჩვენთაგანმა ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს და თუ კი ვინმე ცდილობს რომ რაღაცა გზიდან გადაუხვიოს, შევეცადოთ რომ სწორ გზაზე დავაყენოთ. აქედან გამომდინარე მარტო სახელმწიფოს როლი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი. გარემოცვას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. რა შეიძლება გაკეთდეს სამომავლოდ პირებით? ბოლო წლებში ყავს ბევრი ოლიმპიური ჩემპიონი, ბევრი მსოფლიო ჩემპიონი და ბევრი ევროპის ჩემპიონი ამ მიმართულებით და მაგალითები არიან ეს ადამიანები იმის, რომ რა პრობლემაც არ უნდა ქონდეს ადამიანს და რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყო, როგორ არ უნდა დანებდე, როგორ უნდა იბრძოლო იმისთვის, რომ ასახელო შენი ოჯახი, ასახელო შენი კუთხე და ასახელო შენი ქვეყანა და მე ვფიქრობ მართლაც სამაგალითოები ხართ. უშუალოდ სახელმწიფო ძალიან ბევრს აკეთებს ამ მიმართულებით, მაგრამ ამ შემთხვევაზეც დავამატებ და ვიტყვი, რომ სამწუხაროდ ყველაფერი ვერ არის მოწესრიგებული, თქვათ, ბევრ ადგილთან ისე ურჩება გამოწვევა, რომ ვერ შეძლებთ თქვათ თქვენ მისვლას და ბევრი ადამიანი ვერ გადაადგილდება ყველგან სადაც სურვილი აქვთ, მაგრამ ეტაპობრივად ვფიქრობ, რომ ეს პრობლემაც ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად მოგვარდება. ჩანსაღი დისკუსია, ხედვების გაზიარება ახალგაზრდებისგან და მომავალ თაობას ფართო პოლიტიკური ასპარეზი სივრცე იმისთვის, რომ მონაწილეობა აქტიურად მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში. ასეთია ქართული ოცნების ხედვა, მმართველი გუნდი მზად არის მოისმინოს ახალგაზრდების საჭიროებები, იდეები, ხედვები, გაითვალისწინოს ეს ყველაფერი და აქ სწორედ ამ შეხვედრებზე წამოჭრილ არაერთ საკითხთან დაკავშირებით გადადგას ქმედითი ნაბიჯები და როგორც მოვისმენთ, ასეც ხდება არაერთ საკითხთან დაკავშირებით გასულ რეგიონულ შეხვედრებზე უკვე დაწყებულია სამუშაო პროცესი, ახალგაზრდებთან გრძელდება აქტიური კომუნიკაცია შეხვედრების დასრულების შემდეგაც და როგორც მოვისმინეთ, ასე იქნება რუსთავის შემთხვევაშიც დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია ახალგაზრდებთან. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძეც, რომელმაც აღნიშნა, რომ შეხვედრა იყო ნამდვილად ნაყოფიერი და დისკუსიის ეს სივრცე არის ის, რაც დღევანდელ ახალგაზრდებს ნამდვილად სჭირდებათ. ძალიან მიხარია, რომ ესეთი აქტიური შეხვედრა იყო დღეს. მე შეძრების დაგვარად ვცდილობ, რომ ყველა შეხვედრას დავესწრო და დღეს მართლაც დავსვი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით ხედავდა ქართული ოცნების ახალგაზრდული დიალოგის გაგრძელებას იმის შემდეგ, რაც საქართველოს შემოვლას დაასრულებდნენ და ძალიან გამიხარდა, რომ აღნიშნეს ის ფაქტი, რომ არ აპირებენ გაჩერებას, აპირებენ დიალოგის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, ამას ალტერნატივა არ აქვს. ზოგადად ძალიან დაკანონდა სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში იარლიყების აკვრა ადამიანზე, რომელსაც არ ვეთანხმებით და დიალოგი არის ლოგიკა, სხვადასხვაობაში იბადება სიმართლე, იბადება ჭეშმარიტება. მე მართლა მყავს მეგობრები, რომლებთანაც ბევრ თემასთან დაკავშირებით, აი რადიკალურად განსხვავებული პოზიცია მაქვს, მაგრამ ყოველთვის მსჯელობთ, ყოველთვის უსმენთ ერთმანეთს. თავარია საერთო ღირებულებები, საერთო ძვირფასი იდეები, როგორც შეიძლება იყოს სამშობლოს სიყვარული, აკავშირებდეს ადამიანებს და ამის შემდეგ შეიძლება მართლა რადიკალურად განსხვავდებოდეს მათი აზრი, მაგრამ უნდა იმსჯელონ ერთმანეთში, უნდა ისაუბრონ და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ფორმატი ნელ-ნელა უფრო და უფრო ხშირ სახეს ღებულობს და დღევანდელმა შეხვედრამაც ამის დემონსტრაცია გააკეთა ზუსტად. ძალიან მაგარი შეხვედრა გამოვიდა ქვემო ქართლში. მადლობა მინდა უთხრა ახალგაზრდებს ჩართულობისთვის და აქტიურობისთვის. შეხვედრა იყო ძალიან საქმიანი, საქმეზე ორიენტირებული. თუ როგორ ხედავენ ისინი თავიანთი კუთხის, თავიანთი ქალაქის განვითარებას, პრობლემურ საკითხებზე იყო საუბარი, განსაკუთრებით ვიტყოდი, რომ ახალგაზრდულ სივრცეებზე დასაქმებასთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევაში ამომწურავი პასუხი გავეცით, რიგ შემთხვევაში მიმდინარეობს პროექტირება და უშუალოდ მათი ჩართულობით განხორციელდება, თქვათ, სამომავლოდ ეს პროექტები და ეს გეგმები. გაჟღერდა კითხვები, როგორც დასაქმების მიმართულებით, ასევე განათლების რეფორმის თაობაზე, ასევე გაჟღერდა ახალგაზრდების მხრიდან ის
არის გამოწვევები, რომლებიც მათ აწუხებთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აუცილებლად ჩავერთვებით იმ საკითხში, რომ რაც შეიძლება მეტი გამოწვევა გადავჭრათ, რაც მათი მხრიდან გაჟღერდა და ასევე აუცილებლად დავიწყებთ მუშაობას იმ პროექტებზე, რომლებიც მათ გააჟღერეს, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხის ხმა რაც შეიძლება მაქსიმალურად იყოს გაჟღერებული ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული პოლიტიკის ნაწილში. დღევანდელი შეხვედრა იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო, რადგან ახალგაზრდებმა ძალიან დაუფარავად ღიად ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან. მათ შორის გაჟღერდა ენობრივი ბარიერის პრობლემა და შემოგთავაზეს სხვადასხვა ინიციატივებით, როგორ შეიძლება დაიძლიოს რეგიონში აღნიშნული პრობლემა. ჩვენ ვაცხადებთ სრულ მზაობას მხარი დაუჭიროთ ასეთი ტიპის ინოვაციურ იდეებს და ხედვებს. დღეს ახალგაზრდებმა დააფიქსირეს სახელმწიფოებრივი ხედვა ჰქონდათ ძალიან საინტერესო კითხვები. ეს იმის ნიშანია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ზოგადად ახალგაზრდების ჩართულობა, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, ასევე ქვეყნის განვითარებაში არის უმნიშვნელოვანესი დღევანდელი შეხვედრა. კიდევ ერთი კარგი მაგალითია, რომ გამოწვევების იდენტიფიცირებით, პრობლემებზე საუბრით და ასევე სამომავლო მნიშვნელოვანი გეგმების დასახვით, როგორ უნდა განვავითაროთ ყველა ჩვენი ქალაქები და ჩვენი სოფლები. ჩვენ მოვისმინეთ კითხვა-პასუხის რეჟიმში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, გამოწვევები, არის იმის მცდელობა და მზაობა მათი მხრიდან, რომ ყველა იმ პრობლემას შესაბამისი პასუხი გაეცეს. გაჟღერდა ძალიან მწვავე პრობლემები, ვფიქრობ, ეს არის გზა და ეს არის ნაბიჯი იმისა, რომ საზოგადოებაში გამყარდეს ნდობა, ახალგაზრდებს გაუჩნდეთ შესაძლებლობა, რომ ისინი შევიდნენ დისკუსიაში, შევიდნენ დიალოგში. ქვემო ქართლი არის მეშვიდე რეგიონი, სადაც ქართული ოცნების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან. დაგეგმილი არის კიდევ სამი რეგიონული შეხვედრა, ესენია კახეთი, იმერეთი და რაჭა, ხოლო ბოლო შემაჯამებელ შეხვედრას დედაქალაქი უმასპინძლებს. ეს რატი მეტრეველი იყო. ეთერშია გურიერის სამსაათზე ახალ ამბებს ლუკა ჩანგელია გაგაცნობთ. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გრძელდება. დღეს შეხვედრას რუსთავმა უმასპინძლა. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დასაქმებისა და განათლების საკითხები. ამ და სხვა აქტუალურ თემებზე მსჯელობ ქვემო ქართლის ახალგაზრდებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დაიგეგმა ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროექტები. ორგანიზაციის წევრების განცხადებით, კონფერენციების მთავარი მიზანი თანატოლებთან აქტიური კომუნიკაცია, რათა ახალგაზრდები მეტად იყვნენ ჩართულები ქვეყნის განვითარების პროცესში. ღონისძიებას დღეს ცოტნე ივანიშვილი დაესწრო. შეხვედრები სულ ქვეყნის 10 რეგიონში გაიმართება. დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს. რუსთავს და ლევან ფანცხავას ხვდავთ პირდაპირ ეთერში. ლევან, რა აქცენტები გაკეთდა კონფერენციაზე? დიახ, განსაკუთრებით აქტიურები იყვნენ დღეს ის ახალგაზრდები და სტუდენტები, რომლებიც რუსთავში ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციას ესწრებოდნენ. დაისვა ბევრი კითხვა და მათ ახალგაზრდა ლიდერების მხრიდან მიიღეს ამომწურავი პასუხები. ძირითადად შეკითხვები ეხებოდა დასაქმების მიმართულებას, ასევე ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ სივრცეებს, სპორტულ ინფრასტრუქტურას და სხვა იმ საკითხებს, თუ რა ხდება დღეს ქვეყანაში და იმ მიმართულებებს, რაც ახალგაზრდებისთვის არის საინტერესო. საქმიანთან ერთად იყო ემოციური ნაწილიც შეხვედრის დროს. აქცენტები გაკეთდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე და ასევე ყოფილი პატიმრებისთვის საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესზე. მე ვიყავი მინდობით აღზრდაში ვიზრდებოდი ბებიასთან, რა დროსაც მე მოვხვდი საჟელახსოვლების პენტენციურ დაწესებულებაში, საიდან განთავისუფლების შემდგომაც მალევე ბებია გარდაიცვალა და დაურჩი მარტო დაურჩი იმ პრობლემების და დაბრკოლებების წინაშე, რაც დღემდე უფლის დახმარებით და შეწევნით გამოვიარე. მოვხვდი ერთ-ერთ ლითოკონსტრუქციულ საწარმოში, სადაც ერთ-ერთმა ადამიანმა, ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მიიტანა ჩემი ეს მდგომარეობა გულთან და დახუჭა ნასამართლეობაზე თვალისადაც შევისწავლე პროფესია, კონკრეტულად შედუღება. დროთა განმავლობაში ჩემი პროფესიის შესაბამისად დავჭირდა სერტიფიკატი, მივედი პროფესიულ სასწავლებელში, სადაც მითხრეს, რომ ატესტატის საფუძველზე გასცემდნენ ამ სერტიფიკატს. ბევრი ვიშრომეთ თუ ცოტა ავიღე სერტიფიკატი, ავიღე ატესტატი, დღესდღეობით თუ არ. ჩემი საქმის კარგი შემსრულებელი მყავს 4 წლის გოგონა, რომლისათვისაც ვცდილობ შევქმნა ნათელი და უზრუნველყოფილი ცხოვრება. რაც მე არ მქონია და რაც დღესდღეობით ბევრ ახალგაზრდას არ აქვს და მინდა გავამახვილო ყურადღება იმ ახალგაზრდებზე,
რომლებიც ტოვებენ ბავშვთა სახლებს, არ აქვთ საცხოვრებელი, არ ყავთ ადამიანები, ვინც მათზე იზრუნებენ და არ აქვთ ელემენტარული პირობა, რომ იცხოვრონ ნორმალურად. მაინტერესებს, რას ფიქრობს სახელმწიფო ამ ახალგაზრდების განვითარებაზე, ბინით უზრუნველყოფაზე, დასაქმებაზე თუ განათლებაზე. სამუშაო არის ძალიან ბევრი, არც ერთი ადამიანი, არც ერთი ჩვენი ქვეყნის შვილი არ არის დასაკარგი პირიქით მაქსიმალურად, ყველამ თითოეულმა ჩვენთაგანმა ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს და თუ კი ვინმე ცდილობს რომ რაღაცა გზიდან გადავაღვიოს, შევეცადოთ რომ სწორ გზაზე დავაყენოთ. აქედან გამომდინარე, მარტო სახელმწიფოს როლი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი, გარემოცვას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. სახელმწიფოს ამ ეტაპზე რაც შეუძლია მაქსიმალურად ცდილობს ამ პრობლემის გადაჭრას, მაგრამ ვიცით რომ ჯერჯერობით ბოლომდე ეს საკითხი არ არის აღმოფხვრილი. ისევ და ისევ მადლობა თქვენ და მართლაც მაგალითი ხართ შრომის, თავდადების. მე შიშმეპირი ვარ აქტიურად ჩართული საზოგადოების ცხოვრებით დამოკიდებულებით და თავის დამკვიდრებით. შეიძლება გაკეთდეს სამომავლოდ შიშმეპირებით შეუძლიათ საზოგადოებაში განვითარება, როგორც ყველა ცხოვრებრივი ახალგაზრდა მაგალითად იქნება ფოტოაქტიობა, დასაქმება და ბევრი სხვა მაგალითი. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეშემოყირები აქტუალურად იყვნენ ჩართული ნებისმიერ პროცესში და ნებისმიერ პროექტში, რაც ხორციელდება ქვეყანაში. მე შემიძლია მაგალითი მოგიყვანოთ ბოლო წლებში განხორციელებული, თქვენ სპორტსაც შეეხება, ბოლო წლებში განხორციელებულ პოლიტიკას ამ მიმართულებით. ჩვენ ბოლო წლებში გვყავს ბევრი ოლიმპიური ჩემპიონი, ბევრი მსოფლიო ჩემპიონი და ბევრი ევროპის ჩემპიონი ამ მიმართულებით და მაგალითები არიან ეს ადამიანები იმის, რომ რა პრობლემას არ უნდა ქონდეს ადამიანს, რა მდგომარეობაში არ უნდა იყო, როგორ არ უნდა დაანერგდე, როგორ უნდა იბრძოლო იმისთვის, რომ ასახელო შენი ოჯახი, ასახელო შენი კუთხე და ასახელო შენი ქვეყანა და მე ვფიქრობ, მართლაც სამაგალითოები ხართ. თქვენი სამაგალითოები არიან ის ადამიანები, რომლებიც იმ ძიმე პირობების, იმ ძიმე მდგომარეობის გამო, რაც მათ გააჩნიათ, მაინც აკრებდებიან და მაინც ცდილობენ, რომ მაქსიმალურად იყონ აქტიურად ჩართული ყველა პროცესში. უშუალოდ სახელმწიფო ძალიან ბევრს აკეთებს ამ მიმართულებით, მაგრამ ამ შემთხვევაში დავამატებ და ვიტყვი, რომ სამწუხაროდ ყველაფერი ვერ არის მოწესრიგებული. თქვათ, ბევრ ადგილთან ისე ურჩება გამოწვევა, რომ ვერ შეძლებთ თქვათ თქვენ მისვლას და ბევრი ადამიანი ვერ გადაადგილდება ყველგან სადაც სურვით, მაგრამ ეტაპობრივად ვფიქრობ, რომ ეს პრობლემაც ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად მოგვარდება და მაქსიმალურად შეძლებთ თქვენ, რომ ჩართული იყოთ ყველა იმ პროცესში, რაც ქვეყნის განვითარებისთვის არის საჭირო. ისევ და ისევ მადლობას გიხდით თქვენ და წარმატებებს გისურვებთ. თორნიკე და უბრალოდ მადლობა იმ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. თქვენ შემოგივლეთ, თქვენ ხართ აი მაგალითები, მართლა ეს არ მეთქვა, ის ვერ მოგისურვებთ, მე არ არის. თქვენ ხართ მაგალითები, თქვენ ხართ მაგალითები, ის რომ ადამიანი არასდროს არ უნდა დანებდეს და ის რომ ყველაფერი შესაძლებელია და ლუკა შენ ხარ მაგალითი, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები და მათ შორის ჩვენი სახელმწიფო გუნდის გაცხადებული პოლიტიკა არის ის, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები და თითოეული ადამიანი უნდა იყოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი და მადლობა ბიჭებო, თქვენ მადლობა. შენი ოჯახისთვის, შენი შვილისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, რაც თავარია. ჩვენს რეგიონში იგებება თუ არა, აი ეს სპორტული სასახლეს, ანუ რეგიონებში სპორტული სასახლეების გაშენება. ხელისუფლებას დაანონსებულია ყველა დიდ ქალაქში მულტიფუნქციური ცენტრების აშენება. იმ შემთხვევაში ზოგადად დასრულებულია და ზოგადად მიმდინარეობს პროექტირება, ზოგადად შენებლების პროცესია. მაგრამ ვიცით, რომ ასევე მუნიციპალიტეტებშიც არის საჭირო. რა თქმა უნდა, შეიძლება ის სიდიდის ვერ იყოს, რაც დიდ ქალაქებში იქნება, მაგრამ შედარებით პატარა სპორტული სივრცეების მოწყობა აუცილებელია და
საჭიროს არის. რა თქმა უნდა, ამას დაჭირდება პერიოდი, რომ მთლიანად ყველა რეგიონი იქნას მოცული ამ ინფრასტრუქტურით, მაგრამ ვიტყოდი, რომ რუსთავი განსაკუთრებით გამორჩეულია ამ მიმართულებით, სპორტული მიმართულებით, პროგრამის სივრცე არის და ახალი სპორტის სასახლეების ოფისის პროგრამის კომისიები ტარდება და საკმაოდ აქტიურად არის ჩართული. შევახმო ამ პრობლემას, როგორც რუსთავში, ასევე სხვადასხვა რეგიონებში. ეს არის შრომის ხელშეკრულება და ანაზღაურება. მაინტერესებს ამ მიმართულებით თუ იგრძნობა რაიმე მონაცემები, რათა ჩვენი მოსახლეობის ფინანსური ზომანება გაუმჯობესდეს. საკმაოდ გაწერილ და მნიშვნელოვნად დარეგულირებს სახელმწიფო და ჩვენი საკანონმდებლობაზე შრომის ურთიერთობებს. მაინც გამოყოფილებს ის, რომ აუცილებელი არის ხელშეკრულების არსებობა და ბუნებრივია ის სამუშაო პირობები და ყველაფერი უნდა იყოს გაწერილი ამ ხელშეკრულებაში. კონფერენცია სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ცოტნე ივანიშვილი, ასევე რუსთავის მერი და შეხვედრის დასრულების შემდეგ ცოტნე ივანიშვილმა ისაუბრა იმ შეკითხვასთან დაკავშირებით, რომელიც მან დასვა ქართული ოცნების ახალგაზრდა ლიდერებთან და თქვა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. ძალიან მიხარია, რომ ესეთი აქტიური შეხვედრა იყო დღეს. მეც შეძლებს დაგვარად ვცდილობ, რომ ყველა შეხვედრას დავესწრო და დღეს მართლაც დავსვი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით ხედავდა ქართული ოცნების ახალგაზრდული დიალოგის გაგრძელებას იმის შემდეგ, რაც საქართველოს შემოვლას დაასრულებდნენ და ძალიან გამიხარდა, რომ აღნიშნეს ის ფაქტი, რომ არ აპირებენ გაჩერებას, აპირებენ დიალოგის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, ამას ალტერნატივა არ აქვს. ზოგადად ძალიან დაკანონდა სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში იარლიყების აკვრა ადამიანზე, რომელსაც არ ვეთანხმებით და დიალოგი არის ლოგიკა, აზრს და სხვადასხვაობაში იბადება სიმართლე, იბადება ჭეშმარიტება. მე მართლა მყავს მეგობრები, რომლებთანაც ბევრ თემასთან დაკავშირებით, აი რადიკალურად განსხვავებული პოზიცია მაქვს, მაგრამ ყოველთვის მსჯელობთ, ყოველთვის უსმენთ ერთმანეთს. თავარია საერთო ღირებულებები, საერთო ძვირფასი იდეები, როგორც შეიძლება იყოს სამშობლოს სიყვარული, აკავშირებდეს ადამიანებს და ამის შემდეგ შეიძლება მართლა რადიკალურად განსხვავდებოდეს მათი აზრი, მაგრამ უნდა იმსჯელონ ერთმანეთში, უნდა ისაუბრონ და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ფორმატი ნელ-ნელა უფრო და უფრო ხშირ სახეს ღებულობს და დღევანდელმა შეხვედრამაც ამის დემონსტრაცია გააკეთა ზუსტად. დღეს ახალგაზრდებმა დააფიქსირეს სახელმწიფოებრივი ხედვა ჰქონდათ ძალიან საინტერესო კითხვები. ეს იმის ნიშანია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ზოგადად ახალგაზრდების ჩართულობა, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, ასევე ქვეყნის განვითარებაში არის უმნიშვნელოვანესი დღევანდელი შეხვედრა. კიდევ ერთი კარგი მაგალითია, რომ გამოწვევების იდენტიფიცირებით, პრობლემებზე საუბრით და ასევე სამომავლო მნიშვნელოვანი გეგმების დასახვით, როგორ უნდა განვავითაროთ ყველა ჩვენი ქალაქები და ჩვენი სოფლები. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრეს ქართული ოცნების ახალგაზრდა ლიდერებმა და თქვეს, რომ ამ შეხვედრების მთავარი მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული. გაჟღერდა ძალიან მწვავე პრობლემები. ვფიქრობ, ეს არის გზა და ეს არის ნაბიჯი იმისა, რომ საზოგადოებაში გამყარდეს ნდობა, ახალგაზრდებს გაუჩნდეთ შესაძლებლობა, რომ ისინი შევიდნენ დისკუსიაში, შევიდნენ დიალოგში. შეხვედრა იყო ძალიან საქმიანი, საქმეზე ორიენტირებული, თუ როგორ ხედავენ ისინი თავიანთი კუთხის, თავიანთი ქალაქის განვითარებას. პრობლემურ საკითხებზე იყო საუბარი, განსაკუთრებით ვიტყოდი, რომ ახალგაზრდულ სივრცეებზე დასაქმებასთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევაში ამომწურავი პასუხი გავეცით, რიგ შემთხვევაში მიმდინარეობს პროექტირება და უშუალოდ მათი ჩართულობით განხორციელდება, თქვათ, საომავლოდ ეს პროექტები და ეს გეგმები. გამოიკვეთა ძალიან აქტუალური საკითხები ახალგაზრდების მიერ, მათ შორის გაჟღერდა კითხვები, როგორც დასაქმების მიმართულებით, ასევე განათლების რეფორმის თაობაზე, ასევე გაჟღერდა ახალგაზრდების მხრიდან ის გამოწვევები, რომლებიც მათ აწუხებთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აუცილებლად ჩავერთვებით იმ საკითხში, რომ რაც შეიძლება მეტი გამოწვევა გადავჭრათ, რაც მათი მხრიდან გაჟღერდა და ასევე აუცილებლად დავიწყებთ მუშაობას იმ პროექტებზე, რომლებიც მათ გააჟღერეს, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხის ხმა რაც შეიძლება მაქსიმალურად იყოს გაჟღერებული ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული პოლიტიკის ნაწილში. დღევანდელი შეხვედრა ამავდროულად იყო ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი, რადგან
ისეთი ტიპის პრობლემები და საკითხები გაჟღერდა, რაც არ ყოფილა სხვა შეხვედრების განმავლობაში. ჩვენი შეხვედრების მთავარი მიზანია ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაციით გავიგოთ თუ მათ რა სურთ, რომ რა საკეთებდეს სახელმწიფო. ქვემო ქართლი არის მეშვიდე რეგიონი, სადაც ქართული ოცნების ახალგაზრდა ლიდერებმა შეხვედრა გამართეს ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან. საერთო ჯამში ქვეყნის 10 რეგიონში გაიმართება კონფერენცია. შემაჯამებელ შეხვედრას კი თბილისი უმასპინძლებს. მადლობა ლევან რუსთავიდან პირდაპირ ეთერში ლევან ფანცხავა საუბრობდა. ცოტნე ივანიშვილმა ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ახალ თაობაში დიალოგისა და ჯანსაღი პოლემიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. რუსთავში გამართულ ღონისძიებაზე ივანიშვილმა ყალბი უწოდა გარკვეული ჯგუფების მიერ ჩამოყალიბებულ სტერეოტიპს, თითქოს ახალგაზრდები მართველი გუნდის მიმართ უარყოფითად არიან განწყობილი. ცოტნე ივანიშვილმა ორგანიზაციის წევრებს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც მიმართა და დაინტერესდა თუ როგორ ხედავენ ლიდერები ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრის გრძელვადიან პერსპექტივას ქვეყანაში პოლარიზაციის აღმოსაფხურებლად. Unul badani მარტივად შევთანხმდებით იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს საქართველოში არსებობს ყალბი დოგმა, ყალბი სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ახალგაზრდობის უმეტესობა არის ქართული ოცნების მიმართ ძალიან ცუდად განწყობილი. მე პირადად მაგალითად მეუღლეებს ჰყავს, რომლებთანაც შეიძლება რადიკალურად განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს ბევრ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველთვის მიხარია მათთან კამათი, მათთან საუბარი, მანამდე აღნიშნება, რომ მეორე ფაქტს რომ შემიძლია თუ ორ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად მართლა უყვარს თავისი საკუთარი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია რომ იმჯეროს იდამათოს და პოლიტიკაში თავისთავად იბადება ჯანსაღი აზრი, იბადება მყარი პოზიცია და იბადება სიმართლე, სავალი არის. აქედან გამომდინარე, მე რაში ვთქვამთ, რომ შემიძლია ამ ფორმატმა გვაშვენა გააკეთოს დემონსტრაცია, რომ დიალოგი მართლა შეიძლება შექმნას ახალგაზრდების შორის. მე მაინტერესებს როგორ ხედავთ ამ ფორმატის უფრო გრძელვადიან გაკანონებას. ძალიან მიხარია რომ აპირებს შემოიაროს ხულიაძე საქართველოს მეცნიერად ეს ძალიან მიხარია ახალგაზრდა და ძალიან მაგარი ინიციატივა არის ეს. იმის შემდეგ რაც შემოივლის ხულიაძე საქართველოს მე როგორც მასწავლოს დასუნთქ ღონისძიება იქნება თბილისში. Ვფიქრობ თუ არა რომ უნდა გაგრძელდეს სამსახურის ფორმატი, სამსახურის დიალოგი ახალგაზრდებთან და ვფიქრობ რომ აპირებთ მართლა სამგრძელებას, როგორ ხედავთ უფრო მუდმივ, უფრო გრძელვადიან ფორმას იმის რომ დიალოგი დაკანონდეს ახალგაზრდების შორის და აღმოუხდათ ეს ხელოვნურად შექმნილი პოლარიზაცია ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ვიცით რომ სწორედ ამიტომ განიხსნა ეს ფორმატი, რომ რაც შეიძლება მეტი დისკუსია ყოფილიყო ახალგაზრდების შორის და კითხვას რაც შეეხება უშუალოდ და ზოგადად ცოტა შორიდან დავიწყებ მე და რაც შეეხება იმას რომ ქართულ ოცნებას ახალგაზრდები არ უჭერენ ხარს და ნაკლებად უჭერენ ხარს. მეგობრებო, ეს ყველაფერი ჩემი აზრით და ჩვენი აზრით და ზოგადად თუ შევხედავ სიტუაციას ქვეყანაში როგორი მდგომარეობა, მიზან მიმართულად ხდება ზუსტად ამაზეც პროპაგანდა, რომ თითქოს ქართულ ოცნებას ახალგაზრდები არ უჭერენ ხარს და სხვა მიმართულებით არიან ახალგაზრდები და სხვა რამ სურთ და სხვანაირად ხედავენ ქვეყნის განვითარებას. ასეთი ფაქტი შეგვიძლია გავიხსენოთ უამრავი და კონკრეტულად ამ შემთხვევაში მოვიყვანდი მაგალითად მე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმოქმედებას, რომელიც ის ძალიან დიდი ხანი, ბევრი წლის წინ დაწყებულ ხელმოქმედებას ახორციელებდა ქვეყანაში, დღეს სამწუხაროდ გამოდიან ადამიანები და ამაზე სწორად საუბრობენ. აი მე პირადად ჩემ მაგალითზე მოგიყვანთ მაგალითად სპორტსმენების მაგალითზე მოგიყვანთ, როდესაც ქვეყანაში იყო გაჭირვება, უშუქობა, უდენობა და ასე შემდეგ, ეს ადამიანი სპორტის სფეროს აბსოლუტურად უანგაროდ უწევდა დახმარებას, ასევე კულტურის სფეროს და უამრავი 3 მილიარდზე მეტი ხელმოქმედება გაკეთებულა და ადამიანზე იძახიან რომ ქვეყნისთვის კარგი არ უნდა. ასევე ზუსტად სხვადასხვა ნებისმიერ თემაზე, რომელიც ქვეყნისთვის კარგის მომდანია, სამწუხაროდ კონკრეტულად იმ თემაზე არის აპელირება, იმ თემაზე იძახიან რომ არ ვარგა, ცუდია, მტრულია და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ყველა აბსოლუტურად ნებისმიერ კრიტიკაზე ან ნებისმიერ ცდა ინფორმაციაზე, თუნდაც სწორი იყოს ინფორმაცია, მაინც ჯობია რომ ყოველთვის გადავამოწმოთ და რეალობიდან გამოვიდეთ. რაც შეეხება უშუალოდ იმ შეკითხვას თუ როგორ ვფიქრობთ ამ ყველაფრის გაგრძელებას, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას,
როდესაც შემოვივლით მთლიანად საქართველოს, დასვენითი ღონისძიება გვექნება თბილისში და უკვე QR-კოდის საშუალებით ძალიან ბევრი ადამიანია დარეგისტრირებული, თბილისში იქნება უფრო დიდი და უფრო მასშტაბური შეხვედრა, იმიტომ ვიცით რომ დედაქალაქია, საქართველოს გულია და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერი საშუალებით გავაგრძელოთ კომუნიკაცია, ეს იქნება სატელევიზიო ფორმატი, ეს იქნება პირადი შეხვედრები, ეს იქნება ისევ რეგიონებში დაბრუნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენი აქტიურობა, ჩვენი ჩართულობა, ჩვენი ეს კომუნიკაცია და საუბარი აუცილებლად გამოიღებს შედეგს, გამოიღებს იმ შედეგს, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და ვიცით, რომ მომავალი არის ახალგაზრდების ხელში. რომ არა თქვენი ჩართულობა შეუძლებელია, რომ ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს და ჩვენი ქვეყანა მიაღწიოს იმ შედეგებს, რაც დაგეგმილია გრძელვადიან პროექტებში. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად ყველა შევძლებთ, რომ ვიხილოთ ჩვენი ქვეყანა წინ წასული და გამთლიანებული. მადლობა კითხვისთვის.